Ტილი ურთიერთობები პაუზა თუ დასასრული, მოდით ეს თემა ვნახოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. გაითვალისწინეთ. წლობით შეწყვეტილი ურთიერთობაზე საუბარი არ არის. გარკვეულობაში თუ ხართ პაუზა თუ დასასრული, მოცემულობა გვიყვება შემდეგს. ჩათვალეთ, რომ გამოცდას გადიხართ. თითოეული თვეთაგანი, ცალ-ცალკე. თუ რამდენად ღირებული, ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხართ ერთმანეთისთვის. სამყარო გპრესავთ ამ პაუზით და არა დასასრულით. გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, რადგან მესამე პირების გავლენაც ძალიან იგრძნობა. განსხვავების გამო, რომელიც თქვენ შორის არის. მოდი განმარტავ. პირობითად ავიღოთ გიორგი და ნინი. ნინი გიორგიზე უფროსია, ეს არის უკვე დაბრკოლება. ან მაგალითად გიორგი არის მუსულმანი, ნინი არის ქრისტიანი. ესეც უკვე პრობლემა არის. ან მაგალითად ნინი განათხოვარია, შვილებიც ყავს და ამ დროს გიორგი დედიკოს უცოლო პრინცია. აი ეს მაგალითებია მთელი შინაარსი ურთიერთობაში არსებული პრობლემებისა, რომელსაც მესამე პირების გავლენა იწვევს. განსხვავება ეროვნებაში, რელიგიაში, ასაკში, სოციალურ სტატუსში. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პაუზა არის, რადგან გაცნობიეროთ ხართ თუ არა მზად იმ ყველა დაბრკოლების გადასალახად, რაც სარჩულად ადევს თქვენ ორის კავშირს. მართალია ცივი სახით დგას თქვენი პარტნიორი, მაგრამ ცხელი გულიც იქვე აქვს. ემოციები, რომლებიც თქვენს მიმართ აქვს, მაინც ამოხეთქავს. მოგწერთ ან დაგირეკავთ. როცა არ ელოდებით მაშინ, სადაც არ ელოდებით იქ. კიდევ მოგეცემათ შანსი გამოსცადოთ ერთმანეთი, რამდენად ძლიერია თქვენი გრძნობები ერთმანეთის მიმართ. ასე რომ მესიჯი ყველა მიიღეთ, მაგრამ არა ყველაფერი. რეალური თვალებით შეხედეთ სიტუაციას, რომელიც გაქვთ და რომელიც თქვენ, რა თქმა უნდა, უკეთესად იცით, თუმცა არ არის ეს დასასრული, ეს არის პაუზა, რომელშიც იმყოფებით. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ნუ მირეკავთ, მომწერეთ.